მოგესალმებით მეგობრებო, თბილისის ახალი ზოოპარკიდან. დღეს გვექნება ამ ვიდეოში სრული საინფორმაციო ტური, რა გაკეთდა თბილისის ზოოპარკში, რის ნახვა შეგიძლიათ, როცა გაიხსნება, ჯერ არ არის გახსნილი. და რა ცხოველებია თბილისის ახალ ზოოპარკში. სრულად ნახეთ ეს ვიდეო, დარჩით ჩვენს არხზე, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. წავედით. აჰა. ესეც მეგობრებო, თბილისის ახალი ზოოპარკი და ჩვენი ჯგუფი. ხედავთ მეგობრებო, მშენებლობის პროცესი აქტიურად მიდის, ეგრევე დასაწყისიდანვე. შესაძლებელია იქნება რომ ახალი ვოლიერების მშენებლობა მიდის თბილისის ახალ ზოოპარკში. შენ ისი ნახვა გინდა ყველაზე მეტად დღეს რომელი ცხოველის? აბა? რომელი გინდა, აბა? ლომი, ვეფხვი, გელი. თქვი აბა? ელი, რომელი გინდა უთხრა? პირველი არის აფროაზიული ვოლიერი, რომელშიც იქნება დიდი კატები და მარჯვენა მხარეს, აი აქეთ ვოლიერში იქნება სამი ცხოველის განკუთვნილი, ესენი იქნება ჟირაფისთვის, მარტოქისთვის და ბეჰემოთისთვის. ჟირაფი გვეყოლება? რა თქმა უნდა. დავიდე და დავათვალე რომ ცხოველის ნახვა გინდა? ხო, ახლა. თხა? ეს არის ძირითადად ზამთრის ვოლიერი. ანუ ზამთარში ცხოველები იქნებიან აქ. უკანა ნაწილი ახლა თქვენ რასაც ხედავთ, შესაბამისად კიდე მოინიშნება რა როგორ და რანაირად. ეს დაიყოფა სხვადასხვა ნაწილებად, შეიძლება დაიყოს 4 ნაწილად, შეიძლება დაიყოს 5 ნაწილად. გააჩნია ცხოველების მიხედვით და თითო ვოლიერები იქნება გარეთაც განკუთვნილი ცხოველებისათვის. შესაძლებელი არის ამის აწევა და შემდეგ ერთად გაერთიანება მოლეკულური ოჯახის ან დამცავება. შესაძლებელი არის ცალკე აი ამ ტერიტორიაზე, აი ამ ნაწილის გახსნა, შესაბამისად გარეგულირებისკენ გაშვება. ხმელეთის დიდი ცხოველებისთვის? აჰა. ჟირაფების ვოლიერი, თავიდან გვეყოლება 3 ჟირაფი. და აქ იქნება გათავსებულები. რა თქმა უნდა, როგორც წინ ნაწილში გიხსენეთ, აფროაზიულ შემთხვევაში ეს არის საზამთრო ტერიტორია, სადაც ზამთარში გატარებული ტერიტორია, ძირითადად გარეთ იქნება. ნუ რა თქმა უნდა, ეს მარტო ამით არ შემოიფარგლება, კიდე შეგვიძლია განახოთ აი აქედან არის მარჯვენა მხარეს. მოწონდი. მეორე სართულზე რო დააკვირდეთ, მეორე სართულზე შესაძლებელი იქნება ჟირაფისთვის საკვების მიცემა, ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის. აქედან მხარეს რო გადავინაცვლოთ, აქედან მხარეს არის განკუთვნილი უკვე ბეჰემოთებისთვის და მარტოქებისთვის. აი ამ ტერიტორიაზე. ეს ძლიერი ისეთი რადგანაც ხო აყენია. დიახ, რა თქმა უნდა. შედარებით რომ არის მასალიზნა, არის მეტალიზიან არის გაკეთებული, აქ იქნება მარტოქები და აქედან მხარეს რო გადავინაცვლოთ, აქედან იქნება ბეჰემოთები. აქედან მარტოქა იქნება, აი აქედან მხარეს იქნება ბეჰემოთები. აი ამ ვოლიერებში შესაბამისად, როგორც გითხარით, ყველა ერთმანეთისაგან გამოცვალკებებული არის, შესაძლებელი არის ამ ვოლიერების გახსნა, დაკეტვა, თუნდაც ჩარაზვა, ну მოკლედ ყველაფერი შესაძლებელი და აქედან ხედავით აუზი უნდა იყოს, ხო და ალბათ. დიდი აუზი იქნება აქ ბეჰემოთებისათვის, რა თქმა უნდა. აუზის უსასრული გამოსასვლელიც იქნება მაქსიმალურად ყველაფერგან არის დაცული. და ვიზიტორები ალბათ იქიდან რადგან ისენი აქვს, ხო? მინები, ხო, აი მეგობრებო, ალბათ გაინტერესებთ, სად არიან ცხოველები, ბავშვებიც ჩვენს ტურში ბავშვებიც კითხულობენ, სად არიან ცხოველები ამდენი ხანი. მალე გამოჩნდებიან ამ ვიდეოშიც და ამ ტურში ცხოველები ცოტა ხანში. მე შევეხე აფროაზიულ ვოლიერებს, ამასთანავე ხმელეთის დიდი ცხოველების ვოლიერებს. ეხა ისინი გაერთიანებული იქნებიან ამ აუზთან. შესაბამისად, ვინაიდან ვახსენე, რომ იქნებოდა საჰარის მსგავსებული ტერიტორია და ნუ მოკლედ საჰარას იმიტირებული რაღაცა. შესაბამისად, აი ეს ტერიტორია იქნება ძალიანად ერთმანეთთან დაკავშირებული. ცხოველებს აქეთ შეეძლებათ გამოსვლა და ეხა დავაკვირდეთ თვითონ იმ აუზს, რომელშიც ეს ცხოველები იქნებიან ჩასულები. არის იმიტირება ტანზანიაში არის ასეთი ტბა, რომელსაც მანიერა ქვია. იმის ზუსტი ასლი არის, შედარებით პატარა ვერსია, ვისთვის პატარა, ну მოკლედ, ტბასთან შედარებით პატარა არის რა თქმა უნდა. აი აქ იქნებიან
ცხოველები აგაგრილდებიან. ეს დაკავშირებული იქნება როგორც ვითხარით, აზია, აფრიკის ცხოველებთან. რაშტ პირველი რაც ჩვენ გვაინტერესებს, თქვენ რაშტ ავიშლება დაგჭირთ. ნუ გაწეულია ძალიან დიდი სამუშაო. ნუ ალბათ ეხა კიდე ბევრია დარჩენილი, მაგრამ რაც ნახეთ. რასაც ნახავთ ალბათ კიდევ. რო გითხრათ ბიუჯეტი არ დაიჯერებთ. დავიჯერებთ რა ვიცი, შეგიძლიათ თქვა. აი ეს შენობები რაც არის, თლიანად დაგვიჭდა 3 მილიონი ლარი. ძალიან დიდი შრომაა ნახეთ ჩადებული და ეს ბეჰემოტების თვალის ხო ნახეთ? კი, გითხრეს ბიჭებმა, რომ 24 საათში არის გაკეთებული ერთ-ერთი 24 საათში გაკეთდა. რა არის კომპანიები, რომლებიც ძალიან ესეთი გულით მიუდგენ მაგს აკით, მაგრამ ბევრი არის რაღაც ტენდერში შემოტიან რაღაცა იმებს. მაინცამე დიდი ინტერესი არ არის, რომ საფუძვლიანად გააკეთონ. ეს ცალკე პრობლემები არის კიდე. ნუ ჩვენი გავაკეთეთ საჟირაფე, აი აქ იქნება ეს რაც ნახეთ შენობები ეს ყველა. ერთი დიდი ვოლიერი იქნება, ნუ რომელიც რაც უნდა შეგადათეხული იქნება სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ცხოველების უყურა იქნებიან ერთად. ბეჰემოტები, მარტორქები, ჟირაფები, ანტილოპები, ზებრები და ასე შემდეგ. როგორ ზამთარში საფრთხეში ხო? კი, ჩვენი კლიმატი არის დაახლოებით სამხრეთ აფრიკის კლიმატის მსგავსი. ასე რომ აფრიკული ცხოველებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. შეუძლიათ რომ ისინი იყვნენ. თუ მაგალითად იქნება ესეთი შედარებით უფრო კაცრი ზამთარი, ისიც რამოდენიმე დღე გრძელდება ჩვენთან, შესაბამისად მათ შეუძლიათ შევიდნენ თავიანთ. ნუ ახლა ჯერ ერთი თვითონ წვედავენ, აქ შევლენ თუ არ შევლენ, როგორც წესი იქნება. აი მაგალითად ჩვენ ყავს ერთი ცივეტა, რომელიც ტანზანიიდან ჩამოვიყვანეთ და ყინვის დროსაც კი არ შედის თბილ სახლში. უჩვენია რომ გარეთ იწვეს და იყოს იქ. საღლის სახეობა ხო მე მგონი? ეს არის ვივერების სახეობა, უფრო კვარნებს ენათესავებიან. აქაც აი ჟირაფებისთვის არის გაკეთებული ვოლიერი, ნუ დავიწყეთ ამის შენება, შარშანწინ ავაშენეთ ეს ყველაფერი. შარშან ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ლაიფციგის ზოოპარკში ერთი ვოლიერი დაჭდა 100 მილიონი ევრო. ერთი ვოლიერი ხოლმე. 100 მილიონი ევრო. ნუ ახლა წარმოიდგინეთ მასშტაბები და ყოველთვის ასეცილოა ხოლმე, როცა ჩვენ გთხოვენ, რომ აი ისეთი რატო არ არის? აი ამიტომ არ არის. და შეკითხვა ჯერ ეფექტის ქვეშორთ, ამიტომ ძალიან კარგი რაც გაიკეთებია. არა, ჩვენ რასაც ახლა რაც არის ამისი კონცეფცია, ყველა ზოოპარკი რომელიც ჩვენ დაგეგმილია დარწმუნებული ვარ. დიახ, ჩვენ და რა თქმა უნდა გვეხმარებიან კიდევაც არის ჩვენი მეგობარი არის ჰოლანდიელი არქიტექტორი ერიკ ფონ ფლიტი, ჩვენ ყავს არქიტექტორი, მაგრამ ისინი ჩამოდი, რომელიც გვეხმარება ჩვენი იდეები, ჩვენ ვცდილობთ რომ განვახორციელოთ არა მარტო იდეები, ძალიან ბევრი რამე არის ჩვენ თანამშრომლების მიერ გაკეთებული. თავიანთ ხელით. აი აქეთ ხარეს ესი და რონალდო? გუათები, საერთები. ვიხდი ხო? ეს და რონალდო გაიჭი. Ronaldo! Messi! Ronaldo Messi! დათვების და მგლების ვოლიერი, რომელიც ამახა ზოოპარკში პირველი ვოლიერი იყო, გერმანიის მთავრობის მიხედვით არის დაფინანსებული, პირველი არის ეს. აი ძალიან კარგად არის დაგეგმილი, მე ვხედავ. პირდაპირ ვოლიერში გადადის ხიდი. აკეთებენ. მოდი ნახოთ.
ეს არის იქნება უბრალოდ ან არის ვეტერინარული კლინიკა და აქეთ არის ასევე საკუთარი შესანახი შენობა. ხახსაშენი არის ჩვენთან, ვინაიდან იცით რომ ბევრ ადამიანს ყავს კავკასიური ნაგაზი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დაცულები არიან და ძალიან ბევრი არის მათი რაოდენობა, ამიტომ ჩვენ ხახსაშენი გვაქვს და ამათ თაში, მოვლელებს ურიგებთ, ვაძლევთ. მუშბარის მარცხენა მხარეს, ეს არის მყინვარწერი მარჯვენა მხარეს, აქ არის განთავსებული მარჯვენა მხარეს ბოლიეთი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და მარცხენა მხარეს არის დასავლეთ კავკასიური ჯიხვი. ეს არის 15 მეტრის სიმაღლე, 70-30-ზე არის მისი ტერიტორია. მთლიანად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიარიუმი. ამაზე დიდი არ მგონია სადმე. აქ არის სამი სახეობის ფრინველი, არის 5 ინდივიდი ორბი, ერთი ველის არწივი და ერთი შევარდენი. როგორ მოხდნენ ახამათ რაც შეეხება, ესე იგი ორბები მოხდნენ დაშავებულები. აქ შემდეგ ზოოპარკმა მოახდინა მათი რეაბილიტაცია და პერიოდულად უშვებთ ხოლმე ასეთ ორბებს. აი ამ ორბების გაშუქებაც იგეგმება ველის არწივით იგივე მიზეზით ბრაკონიერების მიერ დაშავებული მოხდა აქ და ისე გამოჯანმრთელება უკვე სიტყვისმდება და მალე ისიც გაუბრუნდება ბუნებას, ხოლო შევარდენს რაც შეეხება ისიც ანუ არალეგალური გზით იყო მოხვედრილი ჩვენთან და ეს ჩამოართვეს მეპატრონეს ასე ვთქვათ, მაგრამ მას ველურებაში ვერ გაუშვით, იმიტომ რომ ადგილობრივი ქვესახეობა არ არის და ნუ ინვაზიური იქნება ეს რო ასე გაუშვეს, ამიტომ ეს აქ დარჩება ჩვენთან. ესე ჩამორთმეული ხო არ არის ბატონ ზურაბ, უკან აქტიურად გვაკვირდება ეს დათვი. ყველა დათვი ჩამორთმეული. მართლა ხო? ყველა დათვი ჩამორთმეული. აი აქტიურად. თუ ვიჩვეულია სავარაუდოდ ხალხს, მე აქტიურად მოვიდა და ჩვენებსაც ვიჩვეულები არიან, ეხლა ზოოპარკში ვიჩვევა, ამბობთ ადვილად ხდება. აი ის დათვია, მე რო ვიდეოში გაჩვენი და ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს არის მოყვანილი. არა, ბაშკა. მოყვანილი დათვი, ნუ ვოლიერიდან, ვისაც როგორც იცით ხოლმე ყავთ ხოლმე ადამიანებს ჩაკეტილი ვოლიერებს და მე მოყავთ ხოლმე ზოოპარკში და ერთ-ერთი ასეთი ყოფილა ესეც. და ნუ ეტყობოდა კიდევაც რომ ხალხს არის მიჩვეული, ამიტომ ადვილად მოვიდა შორიდან წამოვიდა და მოვიდა ბავშვი. ერთად არიან, ანუ თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, რომ ცალკე უნდა ყოფილიყო, ანუ ირმების ულიერი იყო აქეთ ეს ცალკე ეს ნიამორების. მაგრამ საჭიროება მოიტანა ისე, რომ მოხდა მათი ანუ ეს საზღვრის ასე ვთქვათ გარღვევა და ერთმანეთთან მიმოსვლა, იმიტომ რომ ნიამორები არიან როგორც ჯიხვები, ანუ ესეც თხები და ანუ აუცილებელია მათთვის კლდეებზე ცხოვრება, მაგრამ აი რა ხედავთ ის დიდი ქვები როა, მათთვის არის სპეციალურად გაკეთებული, მაგრამ იმის გამო რომ ანუ თავისუფლად იყვნენ თავიანთ ვოლიერში მარტო, აი რბილ სუსტრაზე ნიადაგზე დადიოდნენ ჩულებრივად, რაც ანუ მათ რეალურად პრობლემას უქმნიდა, იმიტომ რომ ჩილიქები ზედმეტად ეზრდებოდათ და ნუ გადაადგილება შეშლებოდა თხელი. და როდესაც ანუ ირმების შერევა მოხდა მათთან, უკვე მათ ანუ თავიანთი ბუნებრივი ეკოლოგიური ნიშა დაიკავეს და უფრო მეტ დროს ატარებდნენ კლდეებზე და უფრო კარგად მუშაობდა მათი ეს ბუნებრივი ბიოლოგია. მეგობრებო, არ ვიცი როგორ დავამონტაჟე და როგორ ჩანს ვიდეოში, მაგრამ რეალურად დაახლოებით საათ ნახევარია დავდივართ ამ ზოოპარკში, ამ ტერიტორიაზე. და ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა სადაც არის ზოოპარკი საბურთალოზე იმისგან განსხვავებით, აქ როცა გაიხსნება, მაშინ აქ რეალურად ვიზიტორს მოუწევს მთელი დღე, ხო ვთქვათ, გაატაროს ამ ზოოპარკში. ამის შესაძლებლობა იქნება, ვინაიდან ძალიან
დიდ ფართობზეა და ძალიან ბევრი სასიარულოა რეალურად ბუნებაში და ძალიან კარგია ეგ. პოლონეთში როდესაც მიყავდათ, ნუ მოკლედ დიდი ხანი, რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნეში დიდი დრო დასჭირდებოდა მისასვლელად პოლონეთამდე, ამიტომ საზამთროები მიჰქონდათ. საზამთროებს აჭმევდნენ, იმიტომ რომ წყლის კარგი შემცველობაა და საკვებადაც კარგად გამოიყენებოდა. შემდეგ გამრავდნენ. ჩვენ ახლა ყავს 6 ინდივიდი დომბის. აქედან 5 შედარებით მოზრდილი არის, ერთს დაინახავთ რომ არის ახალშობილი. ანუ როგორც სახეობა ეს საჩულებრივ ევროპული ბიზონი, იგივე დომბა, მაგრამ ანუ ქვესახეობრივ დონეს რო შევეხოთ, არის უკვე კავკასიური ქვესახეობის და ევროპული ქვესახეობის ნაჯორი. ანუ სახეობა იგივეა, მაგრამ ანუ რეგიონალური პოპულაცია მაინც ანუ სუფთასისხლის არ არის, მაგრამ ჰიბრიდი არ არის მაინც. იმიტომ რომ სახეობა მაინც იგივეა. დათვების დაბრუნებაზე, ბელების დაბრუნებაზე არის ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკი არის მხოლოდ, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია და განსაკუთრებით საზოგადოების დამოკიდებულება არის ძალქრად უარყოფითი ასეთ შემთხვევაში. აი ირმებზე და ნიამორებზე მზად ვართ უკვე და ვიწყებთ აი ივლისის პირველ ნახევარში ნაწილი ირმები გადაყვანილი იქნება ალგეთის ეროვნულ პარკში. იქ არის აშენებული უკვე ვოლიერი დაახლოებით 80 ჰექტარს არის და დღეს ნაწილი არის შემოღობილი და შემდეგ უკვე რამოდენიმე წელიწადში უკვე დაიწყებენ განსახლებას ტერიტორიაზე. ნიამორები ვაპირებ გაუშვა თეთრობის აღკვეთილში, ეს არის ჯავახეთის პლატოზე, ახალქალაქის რაიონში. დასრულდა მეგობრებო ეს ვიდეო. შემოვიარეთ ზოოპარკი, ნუ ის ადგილები, რომელთა მშენებლობა, ვოლიერების მშენებლობაც ან მიმდინარეობს, ან დასრულებულია. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესოა ეს ადგილი, ძალიან ლამაზიც არის და როგორც კი გაიხსნება, ალბათ იქნება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ლოკაცია. როგორც ვიდეოს დასაწყისში დაგვირდით, თუ არ დაგვირდით, ეხა გეუბნებით, რომ ზოოპარკის თანამშრომლობა მოგცეს ჩვენ საბავშვო რაღაც თავსატეხები ცხოველებზე, მათ მიერ გაკეთებული რაღაც ისინი რა ქვია, ბუკლეტები, ჟურნალები და ამ შემდეგ და კომენტარებში დაწერეთ, ვისაც გინდათ და ნუ პირველია დაახლოებით 10 ცალი არის საბავშვო ჟურნალი და დაახლოებით 5 ცალია მე მგონი ასევე რაღაც ცხოველებზე ჟურნალი და ამას დაგირიგებთ ყველას ვისაც შეგხვდებათ დაახლოებით 15 ადამიანს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვიდეოს ნახვისთვის, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. მომავალი სეზონიდან გაიხსნება ხო ალბათ საათ ავარაუდოთ. მეცდები. არა, სანამ იქიდან არ გადმოვა. ხო, აი მაგას. მანამდე არაფერი არ დაიგეთ. მშენებლობა ჭირდება, აქვს ფილდოები, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული ნაგებობები ჭირდებათ. ყველა ნაგებობაში სპეციფიკურად ვერ მოათავსებ. შეიძლება ეს გაიგოს, რომ ნაგებობა არ გამოვიდეს გარეთ. არაფერი სასიამოვნო არ იქნება მაგაში ქალაქისთვის. ასე რომ სანამ არ გადმოვა ყველა ცხოველი, მანამდე იქ ვერაფერს არ გააკეთებ.